ოთხშაბათია, ბედნიერ სახლში ვართ და როგორც დაგვირდით, ჩვენ არა მარტო შიდა სამზარეულოზე ვისაუბრებთ, თუ როგორ და რითი საზრდოობენ ბავშვები, ვილაპარაკებთ იმ ექიმებზე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მზად არიან ნებისმიერი თხოვნა, ნებისმიერი მოთხოვნა, მოდი ესე ვიტყვი და ნებისმიერი წუხილი, რომელიც აქ ბავშვი ჩდება, წამში იყოს მოგვარებული. ჩვენი სტუმარია დღეს ონკოტრავმატოლოგი გიორგი ლორია, რომელმაც რამდენ ბენეფიციარს გაუკეთა ოპერაცია? ჩემს უშუალოდ ჩემ ბავშვს გაუკეთა 3-ს და 3-ვე უნიკალური წარმატებული და უნიკალური, მინდა რომ ამ შემთხვევებზე ვისაუბრო. აუცილებლად. გამარჯობა და მადლობა. გამარჯობა. ალბათ არ გეწყინებათ, რო თქვი რამდენს ბავშვს გაუკეთა, იმიტომ რომ ვიცი რომ პაციენტების რაოდენობა მართლა ზღვა არის ამ სახლს გარეთ. კი, ესეა, თუმცა მოგესალმებით პირველ რიგში. საბედნიეროდ, ძვლის სიმსივნეები, ეს ავთვისებიანი სიმსივნეები არის ძალიან იშვიათი. ანუ უცებ რომ აი მაყურებელმა რომ აღიქვას, აი ყველა სიმსივნე რაც არსებობს, ყველა ორგანოსი მისი 1%-ია ძვლის სიმსივნეები. და ამ 1%-ის 1%-ია მისი ავთვისებიანი აი ეს რთული შემთხვევები. ხო, ანუ ჩვენს მოსახლეობაზე 3 მილიონი, 3 მილიონი ნახევარზე რომ დავთვალოთ, ესეთი წელიწადში გვექნება ქვეყანაში ალბათ 6-7 შემთხვევა სულ. რაღაცა ხო და გვიხაროდეს სტატისტიკის რაღაცა. ხო, რა ვჯდებით იგივე სტატისტიკაში, რაც სოფლიო სტატისტიკა არის ქვეყნების მიხედვით. ამიტომ ეს ძალიან იშვიათი და ძალიან ისეთი ვიწრო დარგია. მე გამიმართლა და ვსწავლობდი ბოლონის უნივერსიტეტში რიცოლის ჰოსპიტალში, რომელიც მონაწილეობდა ამ დარგის შექმნაში ჰარვარდთან ერთად. და ის ადამიანები მასწავლებდნენ, ვინც უშუალოდ იგონებდა ამ დარგს, ხო, ამ ყველაფერს და შესაბამისად ძალიან დიდი ინსტიტუციაში უნდა გაგიმართლოს და დიდი პოპულაცია უნდა იყოს, რომ შენი ვიღაცამ გასწავლოს, იმიტომ რომ პატარა ქვეყნებში პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ იმ უბრალოდ ის რაოდენობა პაციენტის არ არსებობს ფიზიკურად, რომ შენ რაღაც ესე რომ თქვა დახელონდე ამ საქმეში. თუმცა აი მიყვებოდა დედა თინთინი, რომ უნიკალური 3 ოპერაცია, რომელიც ჩაუტარდა აქაურ ბენეფიციარს, გადაარჩინა იმ ბავშვის სიცოცხლე, ხომ ასეა ამ ეტაპზე? ნუ მადლობა ღმერთს და მადლობა თან ქალბატონ ნინო ტოტოღაშვილს, ის იყო მათი ქიმიოთერაპევტი და ეს პირველი ნაწილი არის აი ამ გამოჯამრთელების კუთხით რომ ვთქვათ და ქალბატონ ნინოსთანაც ჩავწერთ ჩვენ რა თქმა უნდა გადაცემას ის ისაუბრებს აი ამ მიმართულებაზე, ხოლო შემდგომ მეორე ეტაპი და აი რომ სისრულეში მოიყვანოს ეს ყველაფერი ბატონ გიორგის მიერ იყო ჩატარებული ეს ოპერაცია და ყველაზე ძალიან ჩემთვის რა იყო იცით ისეთი სასიხარულო ის რომ ჩვენი აი ვიზეც მინდა რომ ყურადღება გაამახვილოს გიორგემ ჩემი ერთ-ერთი შვილობილი რომელსაც აი ამოსახსრვა იყო საშიშროება ხო მთელი ბეჭი კიდურის და ბეჭის დაკარგვა ხო ანუ მარტო ხელის არა თან კიდევ ბეჭის ისეთი ლამაზი გოგო არის ჩვენი დანიელა დელბა აფხაზეთიდან ეთნიკურად აფხაზი არის და ეს რომ შევძელით და ხელით არც თუ ხელი შეუნარჩუნეთ და ბავშვი გამოჯამრთელებული არის ის მოდელობს დღეს არის მოდელი სოხუმში და ძალიან მიხარია მისი ყოველი წარმატებული დღე მაგრამ ყველაზე მთავარი რომ ის გამოჯამრთელდა აქ და ესეთი რამე მითხრა დანიელამ რომ თქვენ თურმე როგორი კარგი ხალხი ყოფილხართ იმიტომ დანიელა პატარა არის 16 წლის გახდება და იქ ალბათ ცოტა სხვანაირად ესვა და ქართველებზე და თქვენ თურმე როგორი კარგი ხალხი ყოფილხართ ერთს იყო ჩემთვის აი ყველაზე დიდი ჯილდო ხო და მკითხეს კიდე ესეთი რამე რომ რატო ვაკეთებთ ამას და ჩვენ მე მოკლე პასუხი მქონდა რომ ჩვენ ქართველები ესეთები ვართ რომ ყველაფერს მოვხედოთ ყველაფერს ვაკეთებთ ხო ჩვენ ესეთები ვართ და ძალიან მინდა რომ დანიელას ამბავზე ვილაპარაკოთ და მელისაც კიდე ძალიან საინტერესო ამბავია. ხო, პირველი აი რამ გავიტყვი რომ როგორც ნებისმიერ საქმეში ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ აკეთებს. შენ ყოველთვის უნდა ყავდეს ის გუნდი და ამ დაავადებებს სჭირდება დაახლოებით 4-5 პროფესიის სხვადასხვა ექიმი, რომ შენ მართო ერთი შემთხვევა. ჩემი ესე ვთქვათ ეტაპი ამ კურნალობაში ეს არის ტექნიკური ნაწილი, ანუ კიდურის ან რაღაცა სხეულის სეგმენტის ჩანაცვლება შეცვალა. ხელოვნურით, ხო, ეს შეიძლება იყოს
სპეციალური მოდელირებადი იმპლანტებით, შეიძლება იყოს 3D პრინტერით გაკეთებული იმ სეგმენტის, შეიძლება იყოს ბიო. ჩვენთან კეთდება 3D პრინტერით მაგალითად რაღაცა ორგანოები შესაძლებელია უკვე? კი, შესაძლებელია. ცოტა ხანში აქვე დავიწყებთ მოდელირებას, უკვე ჩვენ ნებისმიერი ძვლის ადგილის სახსარი ძვალი ნებისმიერი რამ შეგვიძლია დავიმეორო? ამას ვაკეთებთ, კი. ცოტა სხვა მოგდეთ კარგ რაღაცებს. მე ამ საკითხში ებრაულ ხარესთან თანამშრომლობ და აი ხა პირველ სწავლებაზე უშვებთ უკვე ახალგაზრდებს, ვინც ამ პროგრამას ისწავლის და ეს პრინტერები უკვე საქართველოში იქნება, იმედი მაქვს, რაღაცა კარგად ეგრე მიდის საქმე. დანარჩენი, ანუ კავშირი გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჰარვარდთან, იელის უნივერსიტეტთან უფრო და გერმანიასთან, ჰამბურგთან ამ იმპლანტების მოწოდებაზე. ამიტომ ამ ხრივ ტექნიკური მხარე, როგორც ისეთი პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემას, ხო, და აუცილებლად პრობლემას წარმოადგენდა, ბოდიში რო გაწყვეტინებ, გოგონაზე იყო საუბარი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ბეჭი უნდა ხელიანად დაეკარგა. ხო, აქ ქიმიოთერაპიის და ქალბატონინოს ანუ ნახეთ, ჩემი არის ტექნიკური მხარე იმ სეგმენტის შეცვლა. სიცოცხლის გადარჩენას აკეთებს ონკოლოგი. ანუ ქიმიოთერაპიას ვინც ატარებს რა. აი ეს ხშირად ეჩლებათ ხოლმე პაციენტებს მოუდინი, რომ აი ოპერაციით გადარჩება. საფრთხოდ ესე არ არის. რა ოპერაციით შენ აშორებ იმ ძირითად კერას და ნუ მინიმიზაციას უკეთებ უკვე რისკს ხო, რეციდივ თეორიულს რა, თუმცა ეს სტატისტიკურად ვიტყვი, დავშვეთ 25 წლის წინ, 30 წლის წინ 10 ესეთი ბავშვიდან გადარჩებოდა მხოლოდ 2. დღეს 8 გადარჩება. ანუ შეიპირიქით, ანუ 20-80-ზე შეიცვალა, აქეთ 80-20-ზე, ეს იმიტომ რომ ქიმიოთერაპია გაძლიერდა, ტექნოლოგიები შეიცვალა, მიდგომები შეიცვალა, უფრო ესე ვთქვათ, აგრესიული გახდა და დროული ანუ ყველაფერი დღეებით არის დათვლილი, შენ რომ როდის აკეთებ ოპერაციას, როდის მოგლეთ. ანუ ეს გაიდლაინებით კეთდება თუ თითო პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა და ინდივიდუალური არის იმ ხრივ, რომ ანუ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დასმას. ხო. აი მორფოლოგიის, იმუნოჰისტოქიმიის, გენეტიკური კვლევის, რომ აი აქედან იკვრება მე რა ტიპის ქიმიოთერაპია უკვე რომელ პროტოკოლში ჯდება. ხო. თუმცა მაინც პროტოკოლურია, მაგრამ ყველა შემთხვევაში პროტოკოლურია, თუმცა აი ამ დიაგნოზის აი კიდე დაზუსტების შედეგად ანუ უფრო იშლება, ნათელი ხდება სურათი, აი როგორ მივდივართ. სამწუხარო არის აი 25%-ისთვის იქ პრობლემას წარმოადგენს, რომ მათ ორგანიზმში ისეთი გენეტიკური დარღვევა, რომლის პრეპარატები ჯერ ვერ მოვიგონეთ. ანუ ქიმიოთერაპიის პრეპარატები ვერ მოვიგონეთ, ან ეხლა უკვე ბევრი რაღაცები იცვლება ვაქცინაციისკენ შეიძლება წავიდნენ, აი მე თუმცა ეხლა ბევრი სტატია მოვხვდა თვალში, რომელიც რაღაცა კარგს მოასწავებს, რომ კი, ძალიან ბევრი რამე ხდება. ძალიან ბევრი რამე ხდება, ძალიან ბევრი კვლევა და ის მიდის და ხელოვნური ინტელექტი ძალიან დაგვეხმარება ამაში. ანუ თქვენთვის დახმარება იქნება ხელოვნური ინტელექტი და საქმეს შეგიძლიათ. სიჩქარე. ანუ სისწრაფე იქნება. ანუ თუ რამდენჯერაც გავამიყენებია, ანუ იმ საკითხში რაშიც ვერ ერკვევი, ყოველს დილეტანტის დონეზე. მაგრამ თუ იმ საკითხში რაშიც ერკვევი, შენ თუ სწორად უსმევ კითხვებს, ჩაკითხვა თუ გაქვს სწორად, ანუ სწორად მოაძებნებ რაღაცა და შენ დროის ეკონომიას აკეთებ რა, ანუ მარტო ის ვებს ვერ მოიგონებს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რა იქნება, არავინ არ იცის, მაგრამ ნუ ის მიბმული არის ასევე მოდელირებაზე, მაგალითად აი 3D პრინტერს რო ვიძახით. აი ხიბლავს ეს თემა მოდელირება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი ხა თქვენ თქვით რომ თავარ საქმეს აკეთებს ვინ რადიოლოგი, კი არა და ქიმიოთერაპევტი. ხო, დაავადებას მკურნალობს ქიმიოთერაპევტი. მე ვარ შუა ტექნიკური ნაწილი. აი ხა მე პირადად ჩემს თავზე რო თქვა, რომ მქონდეს პრობლემა ძვალზე და აი ის მაგალითი რო განვიხილოთ და პერსპექტივა რო იყოს, რომ მე აუცილებლად უნდა დავკარგო მთელი ხელი. ჩემთვის გადარჩენა იქნება ონკოტრავმატოლოგი, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით მე შეგინარჩუნებს. კი, მე რა თქმა უნდა გავაგზავნებ ცხოვრება, მაგრამ ასეთ ხარისხი ჩემი ბევრად ასე რომ ნუაკნინებთ თქვენს არა. აქტიურ, ესე იგი, რგოლს აი ამ დიდ კარგ საქმეში. ხო, ნუ ქირურგია
რთული ქირურგია, არ არის მარტივი ქირურგია, ანუ კომბინირებული ქირურგია შენ ხარ, ანუ სიზარდო ქირურგიც, ნეიროქირურგიც, ორთოპედიც, ანუ ერთად და დიდი ოპერაციებია, ბევრი გართულებებით სამწუხაროდ, მაგრამ ესეთი როგორ გითხრათ, მოგვარებადი გართულებებით და ასე შემდეგ რა. კავალი რეციდივი არ გამითარდეს, ხო, ეს ეს არის ცოდნა, აი ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ მაყურებლისთვის ეს არის აი უმნიშვნელოვანესი. ბიოპსიას აღიქვავს პაციენტიც და ექიმიც მარტივ პროცედურას ვუჩხვლით ავიღე. იმიტომ რომ ასე გვეუბნებიან. იმიტომ რომ პანიკაში არ ჩავარდეთ, იმიტომ რომ ყველაფერი რბილად და კარგად. თუმცა ანუ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიოპსიას, აქ აი გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ბიოპსია უნდა ტარდებოდეს იმ ქირურგის მიერ, ვინც იცის იმ ოპერაციის გაკეთება. შენ აბა სხვა აკეთებს ბიოპსიას, ნახე როგორ ლოგიკური კითხვა გამიჩნდა. კი, სამწუხაროდ კი. და ანუ შენ ხატავ საოპერაციო შენ განაკვეთს, რითიც შენ დაუშვათ არ იცი, შიგნით რა არის, ხო? და სულ ყოველთვის უნდა ჩათვალო, რომ შენ მაინც არ იცი. მიღოთ იმისა, რომ თქვა 1000 კილოგრამი არ აქვს მნიშვნელობა, შენ ყოველთვის უნდა იფიქრო, რომ აი ყველაზე ცუდი რო იყოს, შენ ამას როგორ გააკეთებდი რა. იმას დახაზავ და ზუსტად იმ ხაზიდან უნდა უჩხვლიტო ისეთი, მით რომ დატოვა ნაწიბური, ანუ შრამი. და რომ წარმოვიდგინეთ, რაღაცა შევიდა სიმნეში და უკან გამოვიდა. ეს უჯრედები ხო გამოყვა. ოკეი? შენ თუ ნემსით ეს გააკეთე, შენ ორ კვირაში ნანემსარი აღარ გაქვს. და გაქვს სადღაც დისემინაციის ტრაქტი, რომელსაც შენ ქირურგთან უკვე რომ მოვა შევამდე, ანუ შენ ის არ იცი სად არის. ეს გამოსუფთავდეს მერე? ხო, ის ოპერაციის დროს უკვე კანიდან დაწყებული იმ წარმონაქმნთან ერთი ტრაქტით, ერთი მთლიანი ტიპი, ანუ არც ერთი უჯრედი არ უნდა დარჩეს. არ თეორიული არც ერთი უჯრედი არ უნდა. ერთი კითხვა, თუ დარჩა, ანუ თუ დარჩა სამწუხაროდ მრავლდება და რეციდივია და ეს იყო პრობლემა. ეს იყო პრობლემა ადრე, რომ ვერ ხვდებოდნენ, რომ აი მე ოპერაცია ძალიან კარგად გავაკეთე, ანუ ბიოპსიაც გავაკეთე, დიაგნოზი სწორად დავსვი. ანუ და რატო ქიმიას გაკეთე, რატო დაარეციდიო, ანუ იგივე იმაზე რა. ხო და ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ესე ვთქვა დახელოვნებული უნდა იყოს ქირურგიაში, რომ უფლება მოგცენ ბიოპსიაზე. მოდით შევამივცეთ, ვინც გვიყურებს, რომ ღმერთმა არ დაგაჭიროთ ბიოპსიის გაკეთება, მაგრამ თუ მაინც დაგჭირდათ, მოითხოვეთ ის ექიმი, ვინც საბოლოოდ თქვენ ოპერაციას გიკეთებთ. ალბათ თვითონ შეარჩევ. მე შემიძლია როგორც პაციენტს მოითხოვო. აუცილებლად. მაქვს ამის უფლება? აუცილებლად. როგორ არის? აი დავუშვათ თქვენ თუ კარგად აკეთებს ესეც. ხო, მაგრამ ანუ ის ქირურგიას აკეთებს, ის ოპერაციით დაამთავრებს? არა, ალბათ. ვერა. აი ამიტომ მე გუნდა იგო თან და არჩიო ალბათ ისედაც როცა ჯანმრთელობას ეხება ხო და მით უმეტეს შენ საკუთარ ჯანმრთელობას იძიებ ხო ექიმს ყოველთვის ჯობია რომ უბრალოდ ვიღაც ტრავმატოლოგმა კი არ გააკეთოს მე საერთოდ ონკო ქირურგები უფრო მიყვარს და ვენდობ იმიტომ რომ ისინი სხვანაირად უყურებენ შეიძლება ისე ჩანდეს რომ უი სულ არ არის ეგ პრობლემა და იქ ყოფილა შემდეგ. ხო, ამიტომ შენ ყოველთვის ფიქრობ როგორც ცუდზე. ჯერ ეს ამაზე ვთქვა თუ არის, ხო, ეს გამოვრიცხოთ რომ ონკოლოგი არა და ადამიანებს ეშინიათ არ მიდიან ონკოლოგებთან. მე პირიქით ვარ ჯერ ონკოლოგი. გამოვრიცხოთ და გამიშვას, ანუ მე ესეთი ვის ამაქვს რომ ჯობია რომ ონკოლოგმა გაგიშვა სხვა ექიმთან, ვიდრე სხვამ გაგიშვას ონკოლოგთან. სწორია, მაგრამ ვაღიაროთ რომ არ არის მარტივი ხშირად გადაწყვეტილების მიღება და ონკოლოგთან წასვლა. მივხვდი იმისა რომ შესაძლებელია იმედი გქონდეს რომ არაფერი არ ჭირს, მაგრამ დღეს განაჩენი აღარ არის ბევრი დაავადება. მაგრამ აი ყველაფერზე ვლაპარაკობთ ასე რაციონალურად გაღიმებული სახით და ყველაზე მთავარი აქ რაც არის ეს ყველაფერი კეთდება ბავშვებისთვის. ხო. რომელსაც ჭირდება თავისებური მიდგომა, ჭირდება მათენაზე საუბარი, ჭირდება გარემოს არ ვიცი ალბათ გალამაზება, შეფერადება. კი. და ეს გეხება თქვენც ალბათ. კი. ექიმს რომელიც ოპერაციას აკეთებს, ხო? იმიტომ რომ ვიღებ პაციენტს ჩვენთან, ანუ ჩვენ ვიკრავთ გულში და ჩვენ ვევუშვებთ კლინიკიდან, ხო ასეა? კი, ესე არის. არ არის ძალიან რთულია. ემოციურად ძალიან რთული არის, რა თქმა უნდა, შენ ამ ემოციას ხე იქ არ გამოხატავ. არა, ცხადია. მაგრამ თან როდესაც შენ იცი, რამდენი ცუდი რამე შეიძლება მოხდეს, რაც არც მშობელმა არ იცის, არც მან არავინ არ იცის, შენ უფრო ცოტა უფრო მეც განიცდი, მაგრამ უნდა მიყვე პრაგმატულად რა, ანუ რა გაქვს მიზანი ამ ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა. ანუ გეგმა უნდა. ხო, ეს არის მიზანი რა. და ცოტა შენ თავსაც უნდა აჯობ, ანუ შენ თუ გაყევი ემოციებს, საქმე გაფუჭდება.
აი თუმცა რაღაც უნდა გავიხსენო რა, რა. აი რაფლის გაიქცე ემოცია. ხო, როგორ რა იყო გეტყვით. ერთ-ერთი ბოდიში რომ ამას ვიხსენე, მაგრამ გეტყვი. ერთ-ერთი ჩემ შვილობილს, რომელსაც ფეხი უნდა მოგვეკვეთა და მაინც მოვედი და გიოს უთხარი რომ აი მოდი რა შენ ძალიან ვენდობი ყველანაირად და მითხრა გეხვეწები აი ფეხს ვერ მოკვეთაო. აი ამას ვერ გავაკეთებ. ხო, ამპუტაცია არ აი ყველაფერს ხო აკეთებს, ცulis რაღაცა, მაგრამ ამპუტაცია არ შემიძლია. ნუ კარგი, ვიცი პატივი, ეს ერთი იყო, სადაც შენი ძალიან ესეთი მძაფრი ემოცია ვნახე და მეორე, როდესაც დიტოსზე ძალიან ბევრი იფიქრე და აი დანიელასთან დიტოსაც აუცილებლად იყო მენჯის და ხო, ძალიან დიდი იყო და ხო, საფრთხოდ ვერ გადავარჩინეთ ანუ და რომ მიმყავდა დანიელა, ესე იგი მასთან სუნთხოვდა რომ გეხვეწები რა მეც წამოვალო და ძალიან არ მინდოდა რომ მიმიყვანე ვიცოდი რომ გიორგი ძალიან შეწუხდებოდა და ნუ ვერ უთხარი ამბავს რატო არ მიმყავდა და მივიყვანე და გავაცანი და მანამდე მქონდა მიწოდებული მთელი სრული ინფორმაცია და მითხრა რომ სამწუხაროდ ამის ოპერაცია ვერ გაკეთდება ვიცოდი და არ ვიცი ამ დიტოს რატო უნდოდა ღმერთმა აცხოვნოს გიორგის ნახვა და რომ მივიყვანე გავაცანი იმის მერე კიდე არ ვიცი მთელი თვე გიორგის ქონდა მიმოწერა ყველა ქვეყანასთან იქნებ რამე როგორმე აი მაშინ იყო კიდე ძალიან ეს მძაფრად მისი ემოცია რომ დავიჭირე და ძალიან ვინ დარდე მაგრამ დიტოსის მნიშვნელოვანი იყო შენი ნახვა და მე ვიღაცებს გადარებდნენ როგორი სიმპათიური არის როგორი არის და ძალიან დიდი ხო კი მე რაღაცებს კი ხატავენ ჩუქნიან რაღაც ძალიან მაგარი დიდი ჯილდო არ არის კი ყველაზე ბავშვი, რომ მაგარი რაღაცას გჩუქნი კი ძალიან ალბათ ეგ მელისას ამბავი კიდე შენ ხო მელისას ამბო ხო, მელისა- მელისა რამდენი წლის იყო მელისა იყო 6-ის 6-ის ანუ სულ პატარა ხო იყო იუინგის სარკომა საკმაოდ ისეთი დიაგნოზი და წვივის მცირე წვივის ძვლის და ნუ არაფერი რაღაც დავგეგმეთ და იცით ალბათ ომანინომ ქიმიოთერაპია, მაგრამ ნუ მე რეკონსტრუქციაზე ფიქრობ, ხა 6 წლის ბავშვზე ცოტა რთული არის იმ სეგმენტის იმპლანტი არ არსებობს და იმ სეგმენტის 3D პრინტერითაც ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ის ვერ გაიზრდება. ის ვერ გაიზრდება რა. და ამიტომ რაღაც მოვიფიქრე რომ ანუ დროებითი სანამ მივიდოდა 14-მდე და მე უკვე შეუცვლიდი მოზრდილი არ უკვე დავპრინტავდი და მე შესაძლებელი იქნებოდა რა. და მაგრამ აი ბავშვები არიან საოცარი რეგენერაციის და რაღაცის უნარი აქვთ რა. ისე დარბის რომ მე გულს მიხეთქავს რომ ანუ მე მშობლებს აუხსენი რომ იქნება სპეციალურ ორთეში მთელი ცხოვრება იქ მთელი ცხოვრება იმ 14 წლამდე რომ სანამ ეს წვივი არ უნდა და ინფორმაცია არ გამიკეთოს ეს და ნუ რავია ეს აბედნიეროდ არ ვიცი რატო ანუ ბიომექანიკა ყურადაც ვერ აიხსნება ანუ ხო და ნუ ხო და მიდი გააჩერე ხა 6 წლის ანუ რომელიც მე დაგირეკე და დარბის ვეთი და რა ვქნა თუ და ხო გამაფრთხილებაშია და როგორ დარბისოდი და თინათი რას იძახ დარბის კი რომ მეთქარი გახტი სამი ძალიან ნერვიულობ რა გავაკეთო მეთქი და არ არსებობსო და რომ მივიყვანეთ მე ძალიან სასაცილო არის ეს ავტომატი ხონდა თუ რაღაცა პისტოლეტით რომ ეს მოვიდა რომელიც ისვის წვიებს და ეს რატომ მიჭირავს ვიცი ხა არ მითხრა რომ უნდა გავჩერდი არ ვიბი მე მეუბნება ხო აი ძალიან ისე როგორი ის არის იცი ხო ძალიან უყარს გიორგი და შევაშენებო ეხლაო და არ მეტყვისო რომ არ იხტუნო და გაგიჟებულიყო გაი რანაირად მაგრამ კი არა ხო ცოტა ეხა ცეკვაზე უნდა სიარული არა არა ხეხი მათქვა არა მაგრამ დარწმუნებული ვარ ის უკვე ცეკვაზე გადის და არა ერთი მივიდა სტრეს მოტეხილობას რო აპირებდა და არა კატეგორიულად არა აი ამიტომ უნდა იცოდეთ რა ხდება ამ სახლში გარდა იმისა რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით აქ ძალიან ბევრი ბავშვი მძიმე გზას გადის აი ასე წყდება რთული საკითხები ნაოპერაციები ფეხი და არ შეიძლება ცეკვა და ის კიდე ცეკვავს არ შეიძლება და ბევრს ცეკვავს ხო ეს ძალიან მაგარი აი როგორ არის იცი მან როცა ან სრულად გამონჯამთელება აი ყველა ცუდი დიაგნოზი არის 10 წელი 10 წლის შემდეგ პაციენტი თავისუფალია არის ყველანაირი კონტროლისგან ყველაფრისგან თავისუფალი რა და ანუ მე უკვე ყავს ის ბავშვები რომლებიც ანუ ამ 10 წელს გაცდეს და ანუ აი ვიღაცა ცოლი მოყავს ვიღაცას რაღაცას და აი ეს იმხელა რაღაც არის ის ესე რომ ვთქვათ გადატანინებს იმ დაკარგვას თუმცა თუ როცა კარგავ ბავშვს ეს აი
ძალიან ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე ბევრი კი. კატასტროფა არის, მაგრამ ნუ აი ისინი ვინც ეს დიდები გახდნენ უკვე, აი სიამოვნებო. შენი წილი, ენერგია, სიყვარული, დრო არის ამ ყველაფერში. შვიდი ყავს უკვე. შვიდი? კი, ძალიან მაგარი. შვიდი შვილები. ძალიან მაგარია. გიორგი არ არის ერთადერთი ადამიანი, მოდი ესე ვიტყვით, რომ ექიმები ჯერ ადამიანები არიან, ჩემი აზრით და მე არიან ექიმები. და ხშირად ჩვენ გვიჭირს მარტო ექიმები არიან ხოლმე და ადამიანობა სადღაც იკარგება, მაპატიეთ ყველას არ გიხებათ. და ამისთვის დიდი მადლობა. და გავაცნობთ ხო კიდე სხვაებს? რა თქმა უნდა, ნელ-ნელა ესე ექიმებს გავაცნობთ და ეს გადაცემა ამიტომაც ძალიან მიხარია და მინდა რომ არ არის დღეს ისე მედიცინა საქართველოში, რომ რაღაცა საშინელება ხდებოდეს. უჭკვიანესიო, ძალიან ბევრი მაგარი სპეციალისტები ყავს და ერთ-ერთი არის გიორგი, ძალიან მიყვარს. და აი სრულიად ვანდობ ჩემ შვილებს, აი ყოველგვარი იოტისოდენა რამეც კი არა, მაგ მეუბნება და ეგრევე ვასრულებ და მიმყავს, ხო? ყველაზე ძვირფას ხო შვილია და შვილს რომ მიანდობ ეხა ადამიანს, ხო? და როგორი ადამიანია ისიც ხო და ეს ჩვენ არ გვაქვს რაღაცები, მაგალითად საქართველოში რა. მაგალითად არ გვაქვს სოვილების და ძვლის ბანკი. რასაც 2011 წელს ვცდილობ რომ შევქმნო, მაგრამ ნუ ამ კანონის რეგულაცია ვერ დავწერეთ, უკვე 14 წელია რა. 14 ხო. ხო, ცოტა, ხო და მაგრამ აი იმ ბავშვებს უშვებს საზღვარგარეთ. ოღონდ აი საზღვარგარეთ გაშვებაც მინდა თქვა რა, ანუ საზღვარგარეთ წავედი, ანუ ესეთი არ არის. ანუ შემდეგ იცნობდე ვისთან მიდიხარ. ზუსტად უნდა იცოდე. ხო და რავი ამ სოციუმში კარგად ვარ ევროპაში და ჩემ მეგობრებს ინსტიტუტის დირექტორებს ვიკავებ WhatsApp-ზე ველაპარაკები და იმათთან ვათანხმებ რომ რომელი არის ყველაზე უფრო ოპტიმალური ხო ეს არ არის ავდექი წავედი სამწუხაროდ ხშირად ხდება ეგეც ანუ იქაც უნდა იცოდე სამედიქარ ამიტომ ეს გზაც ანუ არის რაღაცები რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ უბრალოდ ტექნიკური მატერიალური ბაზა არ არსებობს ჯერ იმედია ადამიანი ხო ანუ ის გზებიც გარკვეული გვაქვს ანუ სად ყველაზე კარგად აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა უნდა დავპრინტოთ, ხო? მე მზად მაქვს, ანუ ეხლა ველო ბეჭი? ხელი, შუა ნაწილი. ანუ აი ეს ძვალი. ხო, ანუ რო არ გქონოდა ეს ტექნოლოგია, ამბავს მოუწევდა, მაგრამ ხრის სახსრის ჩანაცვლებაც. თავიდან ბოლომდე. ხო, თავიდან ბოლომდე დარჩებოდა მხოლოდ იდაყვის სახსარი რა, დანარჩენი ხდებოდა ხელოვნური. და ამ ტექნოლოგიით ეხლა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შუა ნაწილი ისე შევცვალოთ, რომ თავისი იდაყვის და თავისი ანუ სრული ფუნქციონალური იქნება ეს მოდელი. რაც ფინანსური პრობლემა გვაქვს, ანუ რომ ეს ბავშვი ხო, რაღაცები უნდა ჩავტრიალდეთ, რომ ეს ბავშვი ბავშვი დააფინანსონ და ხო, ნუ აი ბევრი რაღაცები გეხსნება ტექნოლოგიებით რა. და აი რომ მოგეწონა შენ ეს დაპრინტო. გავგიჟდი დაპრინტო. ორგანოებს რო პრინტავთ ხალხო, სად ვარ? ჩემ შვილობისაც აეცე და მე გაჩვენებ ნათიას, ხო? საოცრება არის. აი, ეხლა გისმენთ და რაღაც აღფრთოვანებულია, იმიტომ რომ ექიმი რო აი ასე საუბრობდეს თავის საქმეზე, გეგონება აი ტილოზე ყვება როგორ დახატა რაღაცა კონკრეტული. აი შემოქმედებითი პროცესია, კი. კი და განაკეთებთ, იმიტომ რომ შენ ელაპარაკები ძალიან საინტერესოა ჯერ. მე მთელი ის არის რომ შენი იდეით აკეთებ ამას. ანუ შენზეა დამოკიდებული ყველაფერი, შენ ამას ხატავ. შენ იქიდან გიზის ბიოინჟინერი, რომელსაც ამ კომპიუტერული და მაგნიტურ რეზონანსით ეუბნები, რომ აი ეგ მაგ წარმონაქმნია, აი ეგ მაგ ის, აი ეგ მაგ ეს, ხო? მე შენი თული ბიომექანიკას შენ რაღაცა დახატე, მაგრამ ის ძალის გადანაწილებით როგორ იმუშავებს. მე ელაპარაკები უკვე ინჟინერს, რომელიც წონა ზომა ფორმას სად მყარი, სად რბილი, სად ისით ამ ესე ტრაქციაზე, როტაციაზე, იმაზე გუღუნვაზე, ანუ როგორ თქვა ქართულად. არაფერს რო აღარ თქვა, ხო, ნუ მოკლედ ძალიან ესეთი პროცესი არის რა. შემოქმედებითი პროცესია ნამდვილად, კი. პირველი ოპერაცია რო დასრულდა, შექმნილი ახალი ძვლით, პაციენტის რეაქცია მაინტერესებს, გაიღვიძა და იცის რომ რაღაცა ხელოვნური პრინტერზე გამოყვანილი. ეს რა არის პაციენტებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, დიდებისთვისაც. მათ საერთოდ არ აინტერესებს შენ ოპერაციის დროს რას აკეთებ რა. მას ჭირდება რამოდენიმე რამე. ერთი რომ ანუ ხელი ან ფეხი მაქვს და რა ფუნქციით მაქვს და მეორე როგორი ნაწიბური მექნება.
აი ეს ნაცნობური ხო, მნიშვნელობა. როგორი ეს კარგი, როგორი შრამი მეკდება. ანუ შენ იქ რა იმას. რა ქენი. რაღაც ანუ რამდენი საათი ანუ არც უნდა გქონდეს მოლოდინი რომ ანუ რა არ გწყინ არა, საერთოდ არა, იმიტომ შენ საქმეს აკეთებ, ანუ შენ ხო მიზანი გაქვს. აი მიზანზე იყო ორიენტირებული, რომ ის უნდა იყოს კარგად. ხო, ან დანარჩენი შენი შრომა. მიხარია რომ ასეთი ჯანსაღი ადამიანი გავიცანი პირველ რიგში და ნუ მე ექიმი ბოდიში რომ მე ვთქვი, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანობა, რომელიც დეფიციტი მაქვს. ხო ასეა. კი, ნამდვილად ესე არის და მით უმეტეს ცოტა ჭირს ახლა დღეს სამედიცინო სფეროში ეს უფრო გულისტკივად ხოლმე და რაღაც სიმპათია დაიკარგა თუ შეიძლება ძალიან რაღაცებმა ჩაანაცვლა. ხო რაღაცებმა და მე სულ ვცდილობ ჯერ ადამიანი ვიპოვო და მე პროფესიონალური კუთხით გაიზრდები. ადამიანი რაც ხარ, იმას ვერაფერი ვერ შეცვლის. აი შინაგანად დამთავრებული. ან ხარ ადამიანი, ან არა ხარ და ჩვენ ძალიან ბევრი ისეთი კარგი ექიმები ყავს და ჩვენ გადაცემაში ნელ-ნელა გავიცნობთ. მოკლედ შემდეგ 4 შაბათს ვინ იქნება სტუმარი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია ამ სახლის კარი ხო სულღია? აბსოლუტურად ყველას. ანუ ყველა შეუძლია ხო ასე ადგეს და მოვიდეს. მე მგონი ჯობია თქვენი თვალით ნახოთ და თქვენი გულით შეიგრძნოთ ის ენერგია, რაც აკტრიალებს და თქვენ გაიცნოთ ის ბავშვები, რომლებიც ახლა აი ჩვენს გვერდზე ოთახში ექიმობანას თამაშობენ, ეს მათი რეალობაა. კი, მეღიმება ახლა ამაზე, მაგრამ უფრო სევდიანია ეს ამბავი, ვიდრე სასაცილო. მაგრამ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ამ ძიმე რეალობას ასე ლამაზად გვაწოდებთ ჩვენ. ჩვენ შემდეგ 4 შაბათამდე გემშვიდობები და მადლობა. მადლობა.